ლეიბორისტული პარტია და არასაპარლამენტო ოპოზიცია წინა საარჩევნოდ ერთმანეთის სასარგებლოდ რამდენიმე საარჩევნო ოლქში კანდიდატურებს ხსნიან. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას წინ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უძღოდა, რომლის მიხედვითაც ისეთ უბანზე, სადაც ერთ-ერთ პარტიას გაცილებით რეიტინგული წარმომადგენელი ჰყავს, მეორე თავის კანდიდატურას ხსნის. აჭარისწყლის, მაჭახელასა და სარფის თემებში საკუთარ კანდიდატურას არასაპარლამენტო ოპოზიცია ხსნის. რაც შეეხება ლეიბორისტებს, ისინი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას მხოლოდ ფერიის საარჩევნო ოლქში ხსნიან. რაც შეეხება ფერიაში ჩვენი არის იმისთვის, რომ ნაციონალურმა ოცნებამ არჩევნები წააგოს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მოსახლეობის წამება, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მოსახლეობის ტყუილი, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ფერიის მაჟორიტარულ ოლქში, კონკრეტულად ვაკონკრეტებ, ფერიის მაჟორიტარულ ოლქში, ეს არის ხელვაჩაურის 93 საარჩევნო ოლქის მე-12 მაჟორიტარული ოლქი, მოუხსნათ კანდიდატურა არასაპარლამენტო ოპოზიციის სასარგებლოდ. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლეიბორისტულ პარტიას კონსტიტუციის შედეგად დაუთმეთ აჭარისწყლის თემში, მაჭახელის თემში და სარფის თემში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ერთობლივად მოხვდებით და ვითანამშრომლებთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ ვაცხადებ